იცით როგორ ტესტავს ქალი მამაკაცს რომ გაარკვიოს თუ რამდენად არის ის მენტალურად მომწიფებული. ის ისეთ კითხვას გისვამს, რომელზეც მხოლოდ ორნაირი პასუხის გაცემა შეგიძლია. თავისთავად სწორის და არასწორის. მაგალითად, ეჭვიანი ხარ თუ არა. თუ ეჭვიანი ხარ, ესე იგი დაკომპლექსებული ხარ, არ ხარ თავდაჯერებული. თუ არ ხარ ეჭვიანი, მაშინ მას შეუძლია ნებისმიერი რამ აკეთოს და აღარ უნდა გქონდეს პრეტენზია. ამ კითხვით ქალი გართმევს გონივრული პასუხის გაცემის საშუალებას. მაგალითად, რანაირი პასუხის გაცემა შეიძლება მსგავს კითხვაზე. მე ვერ ვხედავ აზრს ეჭვიანობაში. რა აზრი აქვს ეჭვიანობას? რატომ უნდა ვითმინო დისკომფორტი? ჩემი ქალი ისე ვერ მოიქცევა, რომ მე მაეჭვიანოს და თუ მოიქცევა, უბრალოდ დაკარგავს ჩემს დაქვემდებარებას და არანაირ ტრაგედიას არ ვხედავ ამაში. მურჩა, სრულიად საკმარისია ასეთი პასუხი. შემდეგ კი, ქალი რომელიც შენს წინ ზის, ხვდება რომ მსგავსი თამაში შენთან არ გამოვა, სარისკოა. იმიტომ რომ შენ მოქმედებისთვის ხარ მზად და რა თქმა უნდა არსებობს გარკვეული ძალიან პრობლემური ქალთა კატეგორია, რომლებიც კიდევ უფრო ეცდებიან შენს პროვოცირებას. შეიძლება გითხრას რომ მე ბიჭი მეგობრები მყავს და რა ხდება ახლავ? არც არაფერი, რა უნდა ხდებოდეს. უბრალოდ ვიზიარებ მათ მდგომარეობას. შენ საკმაოდ მიმზიდველი ქალი ხარ. ისინი კი ვერაფერს გიშვებიან გარდა შენთან მეგობრობისა. კარგი, მოდი დავანებოთ თავი მაგ დრამატულ სცენარებს. მე და შენ სულ სხვა ისტორია გვაქვს. იმედი მაქვს მივხვდით ლოგიკას. არ უნდა გადაიქცე არც ვიღაც ლოხად, რომელიც ითმენს და იტანს ყველაფერს. და არც ტვინის მბურღავად არ უნდა გადაიქცე და არაფრის მტკიცება და ჭკუის სწავლება არ უნდა დაუწყო. ამიტომ გულჩვილი მამაკაცი ფიქრობს თუ რა თემები შევარჩიო რომ ქალს ესიამოვნო შეხვედრისასო. ჭკვიანი მამაკაცი კი ხვდება რომ ის კი არ არის მნიშვნელოვანი თუ რაზე ისაუბრებს. ის არის მნიშვნელოვანი თუ როგორ ისაუბრებს.